ხები გვაქვს ირაკლი კობახიძის. ვიცი, მაგრამ ხო იცით რომ არ პასუხობთ და ყველათ მო. ჩვენ არ გვპასუხობთ, თქვენ თურმე ტრამპის ადმინისტრაციიდან ხმას არავინ გცემთ, ეს აღიარა ირაკლი კობახიძემ თავისი წერილით. ანუ იმედი დაგეკარგათ, ხო ასე გამოდის ბატონო ნიკოლოზ. ყველათ მეკითხები, ხო იცით ხომ იცნობ არა? ყველათ მეკითხებით, გეუბნებით სანამ თქვენი მხრიდან არ იქნება აღიარება, რომ ეს პარლამენტი არის ლეგიტიმური, არც ერთ კითხვაზე არ გიპასუხებთ. ამის აღიარება ამერიკისგანაც არ არის ბატონო ნიკოლოზ. ის აღიარება არ არის საჭირო არის. ჩემი აღიარებაა საჭირო. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების აღიარება და მათ შორის იმ ტელევიზიების, რომლებიც პარლამენტში მუშაობენ. თქვენ ამბობთ, რომ დავითაშვილის ვიზიტი იყო წარმატებული, რომ ურთიერთობის დაალგების პროცესში იყავით. მაშინ ეს ვიზიტი, ეს წერილი რატომ გახდა საჭირო? როგორც ჩანს, დამატებითი ზომები არის საჭირო, რომ ურთიერთობა უფრო პოზიტიური იყოს, ვიდრე ლევან დავითაშვილის ვიზიტმა მოიტანა ეს. პირდაპირ ამბობს ამას, რომ ხმასაც კი არ სცემენ მას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს ასე არის, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ვითარება გამოსწორდება, იმიტომ რომ როგორც ჩანს, deep state იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე თუნდაც ტრამპზე გონა და ვიდრე თუნდაც ჩვენ გვეგონა. გასატრამდე თუ არ გამოგივიდათ ურთიერთობის დაალგება, ამის შემდეგ როგორ გამოგივათ? ღია წერილის კი გახდა საჭირო. აუცილებლად გამოვიდა დარწმუნებული ვარ. თუ არ გამოგივათ ქალბატონო ეგა? გამოვა. პრემიერი საუბრობს იმ პოზიტიურ მომოდინებზე და იმ სურვილებზე, რაც ობიექტური გარემოებების ფარგლებში და სამართლიანი დამოკიდებულების ფარგლებში უნდა არსებობდეს სახელმწიფოებს შორის. წუხილსაც გამოხატავს გულის წყვეტას, ამბობს, რომ მეტყურადღებას ელოდებოდა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არა და თქვენ ამბობთ, რომ დავითაშვილს წარმატებული ვიზიტი. პოლიტიკის ფარგლებში რაღაცები შეიცვლებოდა, თუმცა იმეც არ ვკარგავთ ახლა. რაღაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი თუ თავისი რაღაცა ვიწრო პარტიული ინტერესებით აქტებს ღებულობს, თავარი ჩვენთვის არის სახელმწიფოს ერთგულების აქტი. ამაში ვერ შემოგვეძავება ვერა. მეგობრობის აქტები და რეზოლუციები ჩვენ ნანახი გვაქვს. აქტები და რეზოლუციები. არ მესმის. გომელაური არის სამშობლოს სიყვარულის გამო დასანქცირებული, მე თუ მკითხავ. ბოდის გიხდით მე ჩქარ. აბა დავითაშვილის ვიზიტი წარმატებული იყო, მაშინ ეს წერილი რას ნიშნავს? წერილს წაიკითხეთ, გაიცან. იხეთ, აქ წუხილია გამოხატული იმის გამო, რომ ხმასაც კი არავის სცემს ირაკლი კობახიძის მთავრობას. ამაზე რა სიტყვით? თუ ამ დრომდე არ გამოგივიდათ, ამის შემდეგ როგორ გამოგივათ ურთიერთობის დაალგება? ირაკლი კობახიძის ღია წერილი ნიშნავს იმას, რომ ტრამპთან დაალგების იმედი დაკარგეთ. თქვენ ხმარობთ ესეთ ჟარგონებს, დაალაგება, გადალაგება. აქ არის ჩვენი პრინციპული პოზიციის გამოხატვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენი ურთიერთობის სურვილებთან დაკავშირებით და ზაობის დანახვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც, რომ მათ სურთ ჩვენთან რეალური სტრატეგიული ურთიერთობა. ის აღიარება, რომ არაფერი გამოგივიდათ ამ დრომდე.